ერთი ძალიან საინტერესო შემთხვევა წავიკითხე ერთი ამერიკელი ავტორის წიგნში, რომ 70-იან წლებში მიმდინარეობდა ამ ვიღაცამ Google-ის ბუდეს გადაუფრინა ამ ფილმის გადაღება. ყველამ ვიცით ხო ეს ფილმი ცნობილი ფილმია, ოსკაროსანი და მიდიოდა თურმე ორეგონის შტატის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იღებდნენ თურმე ამ ფილმს 70-იან წლებში და პროდიუსერებს ჩაფიქრებული ჰქონდათ, რომ აი მასობრივ სცენებში გამოეყენებინათ თვითონ საავადმყოფოსი პაციენტები. მაგრამ რაღაცა მსჯელობის შემდეგ უარი თქვეს ამ იდეაზე. და როგორ ფიქრობთ რატომ თქვეს უარი? ალბათ ეთიკური პრობლემა იყო მათ. ისინი თანახმოვანდა ყოფილიყვნენ ფილმში მონაწილეობას და შეიძლება ადეკვატური არ არის ადამიანი, როცა კლინიკაში ემწუთას და სრულიად საპირისპირო იყო მიზეზი. კერძოდ პროდიუსერებმა თქვეს, რომ ეს ადამიანები არ გამოიყურებიან საკმარისად უცნაურებად, საკმარისად გიჟურად და ამიტომ არ შეესაბამებიან საზოგადოებაში არსებულ წარმოდგენებს ფსიქიურად დაავადებულებებს. ანუ იმაზე უფრო გამოიყურებიან, ხო? იმაზე უფრო ჯანმრთელად გამოიყურებიან, ვიდრე საზოგადოებას აქვთ მათზე წარმოდგენა. აი ეს არის საზოგადოებრივი სტიგმა. და მე იცით რა ხდება, მე თვით სტიგმატიზაცია იწყება, რომ მე რო ჩემგან რო ელოდებიან რაღაც აი ესეთი ვიყო, ესეთი უცნაური და რაღაც ამოვარდნილი ვიღებ ამას თვით სტიგმატიზაცია ქვია, თვით შეფასება ეცემა და ვიღებ რა მე უთქვიათ პაციენტს, იცი რა, აი რა გინდათ მე ხო ავათავარ. ამაგ ძალიან მეჩხუბებ ხოლმე მაგ დროს რას ნიშნავს ავათავარ ადამიანი.